დადიანების სასახლის ეზოში ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან 2007 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ გაყიდული 995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. ქალაქის შუაგულში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ დადიანების ისტორიულ ეზოში გასხვისებული მიწა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს. ჩვენ მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყოს სოციალურ-კულტურული დატვირთვის სივრცე. მიღებული შეთანხმებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ პირს, ვინ ჩართული იყო ამ პროცესში. 995 კვადრატული მეტრის ეს მიწის ნაკვეთი ყოფილი ხელისუფლების პერიოდში 2007 წელს გაიყიდა და ის ჩამოშორდა ზუგდიდის სოციალურ-კულტურული განვითარების სქემას და შესაბამისად მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევძელით მოგვეძებნა სამართლებრივი ფორმა. საფუძველი ჩაეყარა პროცესს, რომელსაც ქვია საზოგადოების სივრცეების საზოგადოებისათვის დაბორების პროცესი. საზოგადოების სივრცეებს სჭირდება გაფრთხილება. ძალიან საფრთხე მოპროვა, იმიტომ რომ პერსპექტივაში მომავალში ანალოგიური სიტუაციები არ უნდა მეორდებოდეს. ამასაც ალბათ მიაგზავს ჩვენი ხელისუფლება ყურადღებას.